70 წლის სკოლის პედაგოგი გულის მზარდი შეგუბებითი უკმარისობით. რაზე მეტყვევს ერთოკარდიოგრამა და რა უნდა მოიმოქმედოთ. როგორც ხედავთ, ერთოკარდიოგრამაზე არ დარეგისტრირდა წინაგულების ერთიანი შეგუმშვის ამსახველი პეკბილები, წინაგულოვანი კომპლექსები და მათ ნაცვლად QRS კომპლექსებს შორის მოჩანს გარკვეული დალღუნება. მეორე განხრაში კარგად ჩანს მესამეში, ავეელში, პირველში, მე6-ში. ყველგან. ეს თქვენ გაფიქრეთ ან წინაგულების თრთოლაზე, ან წინაგულების ფიბრილაციაზე, ან რომელიმე ჰიპერკინეზზე. პარკინსონის დაავადებასა და სხვა ჰიპერკინეზებს ადვილად გამორიცხავთ ანამნეზის მიხედვით, ხოლო იმის გარკვევას თუ აქ რომელია წინაგულების თრთოლვა თუ წინაგულების ციმციმი, ან ფიბრილაცია, შემთხვევათა უმრავლესობაში მარტივად შეძლებთ RR ინტერვალებისა და ამ ტალღების ფორმის გათვალისწინებით. როგორც ხედავთ, აქ RR ინტერვალები არის სხვადასხვა სიდიდისა, აქ შედარებით უფრო ხანგრძლივია, შედარებით ხანმოკლე, აქაც SS ინტერვალი არის შედარებით უფრო ხანგრძლივი, აქ შედარებით უფრო ხანმოკლე და ეს ტალღებიც არის განსხვავებულები. კარგად ჩანს მესამე და ავეებ განხრებში, რომ ამ ტალღებს აქვთ განსხვავებული ფორმა, ამპლიტუდა და სიფართე, რაც არრეგულარულია. ანუ პეკბილების არარსებობა, სხვადასხვა ფორმის, სიდიდის, ამპლიტუდის, არარეგულარული ეპტალღების რეგისტრაცია, განსხვავებული სიდიდის RR ინტერვალები და ნორმალური QRS კომპლექსები მეტყველებს იმაზე, რომ აქ არის წინაგულების ციმციმი, წინაგულების ფიბრილაცია. თქვენ თავიდან მეორე და პირველ ნახევრებზე დაყრდნობით შეიძლება გიფიქრათ, რომ აქ ყოფილიყო წინაგულების თრთოლვა ტალღების ხერხისებური ფორმის გამო. მაგრამ წინაგულების თრთოლვის დროს ეს ტალღები არის რეგულარული, ერთნაირი და RR ინტერვალებიც არის თანაბარი. მოდით ნახოთ ამ პაციენტის ერთოკარდიოგრამა მონიტორზე. თქვენ ხედავთ აი ამ ტალღებს QRS კომპლექსებს შორის იზოლირებულ ხაზს, თქვა ტეკბილზე როგორ დალაგდა ეს ტალღები. და ასევე ამჟამად რომ RR ინტერვალებიც არის სხვადასხვა. აქ შედარებით უფრო განივი RR ინტერვალები, აქ შედარებით უფრო ხანმოკლე. ანუ ეს ერთოკარდიოგრამა მონიტორზე ადასტურებს სწორედ წინაგულების ციმციმს. ამ ეპტალღების არსებობის გამო ეს სეგმენტიც და ტეკბილებიც შეიძლება იყოს დეფორმირებული, როგორც ჩვენ წამო მონიტორზე ვნახოთ. მაგრამ BM6 განხრაში ამ ეს სეგმენტის დეპრესია არ არის დაკავშირებული ეპტალღების არსებობასთან. და აქ მას აქვს დამახასიათებელი გობისებრი, კალამისებრი ფორმა. რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს პაციენტი იღებს დიგოქსინს, მაგრამ იღებს თუ არა დიგოქსინს ის საკმარისი დოზით. თუ თქვენ აქ გამოვთქვით პარკუჭევის შეგუმშვის სიხშირეს, ნახავთ, რომ იქნება მოცემცემი არითმიის ტაქისისტოლური ფორმა. იმიტომ რომ მარკერების მეთოდით 3 წამში გადათვლილი QRS კომპლექსების რიცხვი, ანუ 15 კვადრატში გადათვლილი პარკუჭევის შეგუმშვის ამსახველი კომპლექსები გამრავლებული 20-ზე იქნება 100-ზე მეტი. ანუ ეს პაციენტი დიგოქსინს იღებს არასაკმარისი დოზით. მაგრამ სანამ ჩვენ მოცემცემი არითმიის ტაქისისტოლურ ფორმას, ანუ პარკუჭევის შეგუმშვის სიხშირის შემცირებას დავიწყებდეთ, მანამდე საჭირო არის დიგოქსინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში და მხოლოდ ამის შემდეგ დიგოქსინის დოზის გაზრდა პაციენტისთვის. აი პარკუჭების გახშირებულ შეგუმშვას ასევე შეიძლება შევეცადოთ, შევამციროთ ანგიოტენზინ გარდაქმნილი ფერმენტის ინჰიბიტორებისა და დიურეზული საშუალებების დანიშვნით. ასევე საჭირო არის, რა თქმა უნდა, ანტიკოაგულაციური თერაპიის ჩატარებაც ამა თუ იმ ფორმით, ვინაიდან არ წარმოიქმნას თრომბები. ასევე აუცილებელი არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლაც. იმიტომ რომ
წინაგულების თრთოლვასაც და წინაგულების ციმციმსაც დაახლოებით ერთნაირი მიზეზები აქვთ. ეს შეიძლება იყოს მიტრალური სტენოზი, რის გამოც ფართოვდება მარცხენა წინაგული. ეს შეიძლება იყოს მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიოსკლეროზი, კორონაროსკლეროზი, ან ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, თირეოტოქსიკოზი. ვინაიდან აქ ჩვენ არ გვაქვს პათოლოგიური ქიუგბილები, რომელიც მიოკარდიუმის ინფარქცია იმერტყველებდა. არ გვაქვს კარდიოსკლეროზის ან კორონაროსკლეროზის ამსახველი ცვლილებები. ამიტომაც ჩვენ ვიწყებთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასებას ის ჰორმონებისა და ჰიპოფიზის ჰორმონების შეფასების სისხლში. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ელექტროკარდიოგრამაზე ასახული იყო დიგოქსინის ეფექტი ვენებზე განხრაში. ეს სეგმენტის დეპრესიის სახით და წინაგულების ფიბრილაცია განსხვავებული ეპიინტერვალებისა და სხვადასხვა ფორმის ტალღების არსებობით გივარეს კომპლექსებს შორის. წინაგულების ფიბრილაცია ამ მოცემცემია ამ დარღვევა, რომლის დროსაც წინაგულების ცალკეული ბოჭკოები, მიოფიბულები იგუმშება არარეგულარულად. წინაგულებში არსებული მრავლობითი ექტოპიური აგზნების კერის არსებობის გამო.